გამარჯობა, დღეს 3 მაისია, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. თქვენ საერთო სპეციალურ ეთერს უყურებთ. მედია თავისუფლებისთვის, გამარჯობა. იცით რა ფასი აქვს ამბის თქვენამდე მოტანას? იცით რა საფრთხეს მოასწავებს ჩაბნელებული ეკრანი? იცით როგორ კარგავთ თავისუფალ სიტყვას? იცით რა მიზნით აპატიმრებენ ჟურნალისტს? იცით როგორ უნდა ვიბრძოლოთ და გადავჭეთ? გამარჯობა, მე ვარ რუსუდან დუმბაძე და ჩემს კოლეგასთან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად გავუძღვები გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია პირველის, ფორმულას, კავკასიის, ასევე რამდენიმე მედიის საერთო ძალისხმევით მომზადდა. დღეს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ჩვენ მოგიყვებით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ამბავს. გადაცემის მეორე ნაწილს გურამ როგავა და ნინო ჯანგირაშვილი წაიყვანენ. სტუმრებთან ერთად ისინი გიამბობენ, რა მეთოდებით ებრძვის ხელისუფლება მედიას, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს რეგიონული მედია და რა ძალა აქვს თქვენი მაყურებლის სოლიდარობას. ჩვენ კი ჟურნალისტებთან, ეთერ თურაძესთან, მარიამ ნიკურაძესთან, ლიკა ზაკაშვილთან და მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარესთან, მამუკა ანდღულაძესთან ერთად ვიმსჯელებთ, რა ფასს იხდის ქართული მედია თავისუფლებისთვის. იმისთვის, რომ ამბავი თქვენამდე, მაყურებლამდე და მკითხველამდე მოიტანოს, აკონტროლოს ხელისუფლება და ამ ფორმით იყოს თქვენს სამსახურში. თავისუფლება მზია ამაღლობელს. დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის 112 დღეა. დღეს პირველად საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა მოусმინოს მის მიმართვას, რომელიც გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა სპეციალურად თქვენთვის ამ საერთო გადაცემის მაყურებლისთვის ჩაწერა. კოლექტივ რომლებიც ქართულ კრიტიკულ მედიას და საზოგადოებრივ ინტერესებს წარმოადგენთ. თანამაგონებელია თქვენი სოლიდარობა და დასანანია ახლა თქვენს გვერდით რომ ვართ. ახლა როცა სრულად დაუცველ გარემოში გიწევთ მუშაობა და თქვენს ყოველდღიურ თანგაწირვაზეა დამოკიდებული ის მოდესის სამართლობის და წინააღმდეგობის ხმა. ხმა, რომელსაც ძალადობთ შანტაჟით, მუხარით და ათასგვარი გამოგონილი სასჯელით აღშობთ ოლიგარქის რეჟიმი. აქ პატიმრობისას განსაკუთრებით გამძლიერდა თქვენარო ჩვენი პროფესია. ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება. ბოტების, ტროლების, პროპაგანდის და ოლიგარქების სამყაროში ჩვენ და შეძლოთ გადარჩენად და იდეალებისთვის უკეთესი ევროპული მონოლითის მუშაობა. ჯერ ასანამ ჩტიკ იქნებიან, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან მართვარხად, მანამდე შეძლოთ საკუთარი პროფესიის დაცვის, შენარჩუნებას და განვითარებასაც. ამიტომაც მოვიდეთ ჩვენს მოქალაქეებს, თანამშრომლ მედიასთან და ჟურნალისტებთან ერთად ამხილულ ყველა ის პირი, ისეთ ჯგუფი, ვინც ნორმად აქცია კორუფცია, უსამართლობა და ძალადობა. ის გზარდს გვაბარებს და გვყალატებს. მოვწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კრიტიკული მედიის გადარჩენაზე. მიმართა თანამედროვე ცივილ სამყაროს, ნუ დაგტოვებს რუსეთის და მათი ინტერესების განძარს ავტორიტარ რეჟიმთან პირისპირ მატყლს. ნუ დაგარგავს თავისუფლების ხმას საქართველოდან. თქვენ უსმენთ მზია ამაღლობელს, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებულმა მედია მენეჯერმა, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, დღეს მოუწოდა მოქალაქეებს ითანამშრომლონ მედიასთან, ხოლო ცივილიზებულ სამყაროს არ დაგვტოვოს მარტო. ჩვენთან სტუდიაში იმყოფება გაზეთ ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ეთერ, მოგესალმებით პატივსემლო სტუმრებო. მინდა გადაცემა და პირველი კითხვა თქვენ დაგისვათ. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს საქმე სამართლებრივად გამართლებული არის? არის ესეთი კატეგორია მოქალაქეების და იქნება თქვენი პასუხი ამ ადამიანების მიმართ? სიამაღლობელი უკანონო პატიმარი რომ არის, სინდისის პატიმარი რომ არის, დასტურდება იმ პოლიციელების ჩვენებებით, რომლებიც ამ საქმის შეკერვაში მონაწილეობდნენ თავიდან ბოლომდე. აბსოლუტურ სიყალბეზე არის დაფუძნებული მზია ამაღლობელის საქმე და თვითონაც უჭირთ საკუთარი თავის ხილვა იმ პროცესში, რაშიც შევიდნენ თვითონ, მაგრამ უკან დასახევი გზა უბრალოდ არ აქვს. სისტემა არავის არ მისცე მუქს უკან დახევის გზას, როდესაც შენ ამ სისტემის უკანონობის თანამონაწილე ხდები. ამ რეჟიმში არიან ახლა პოლიციელები და მე ვეტყვი ადამიანებს, რომელსაც ჯერათ, რომ მზია ამაღლობელი სილის გაწვნისთვის უნდა იხდიდეს სასჯელს 4-დან 7 წლამდე, რომ აუცილებლად ბევრს შეიძლება არ მოუწევს, მაგრამ ბევრს მოუწევს ანალოგიურად უსამართლოდ უკანონოდ დაისაჯოს, იმიტომ რომ ეს სისტემა ისეთია, რომელიც ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, სხვაგვარად არ შეუძლია და საბოლოო ჯამში ყველა ვიქნებით მსხვერპლი. ჩვენ თუ ამათ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ასე გააგრძელონ ადამიანების უკანონოდ დატყვევება, ადამიანების დაჩაგვრა, ადამიანების
დატუსაღება არაფრის გამო და ამის გამართლება. რა ვიცი, ჩვენ საზოგადოებაში, სადაც თითქოს ხალი არის რაღაცა პრიორიტეტი ენიჭება, თითქოს ხალი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ხო, დედა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მზია მაღლობელი დაატყვევეს იმის გამო, რომ პოლიციელს, რომელმაც დაამცირა, შეურაცხყო და სხვა გზა არ დაუტოვა, გააწნა სილა. როგორ შეიძლება სილის გაწვნა განეხილებოდეს ადეკვატურ სასჯელად 4-დან 7 წლამდე ემუქრება მზიას პატიმრობა, ხო? და ერთს ვიტყვი კიდე და დავასრულებ ამ სილის გაწვნის ნაწილში. ჩვენი კვლევებით, არსებობს კვლევები, რითაც დასტურდება, რომ ძალიან ბევრი ბავშვი საქართველოში განიცდის მშობლებისგან ანუ არის ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. აი ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს მშობლები დასაკავებლებიც იყვნენ რეალურად, მაგრამ ძალიან ბევრი მშობელია ისეთი, რომელმაც ცილა გააწნა თავის შვილს. წარმოიდგინეთ, ანუ ყველა უნდა გაუშვათ ციხეში, ხო, 7 წლის პატიმრობით. ეს ხომ აბსურდია და მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს, რადგან მზია ატარებს ამ ტვირთს, რასაც ქვია ქართული ჟურნალისტიკის თავდასხმის პირობებში მყოფი ქართული ჟურნალისტიკის რაღაცა დარტყმების მიმღები ადამიანი, ის გაუძლებს ამ დარტყმებს, მაგრამ რამდენად გაუძლებს ამას ქართული ოცნება, რომელიც ცდილობს, რომ ქართული ჟურნალისტიკა გაანადგუროს, გეგმით მუშაობს, გეგმა აქვს, რომ უნდა გაანადგუროს. ამას ვნახავთ, დრო გვიჩვენებს ძალიან უახლეს მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ეს, რას შეძლებენ ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა გაანადგურონ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ქართული ჟურნალისტიკა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა დაადუმონ და რას შეძლებს საზოგადოება ამ ქვეყნის. მე მინდა გკითხოთ, როგორ მუშაობს ბათუმელებიდან ეთგაზეთი ახლა 112 დღე გავიდა, ბევრი გისაუბრიათ ამ 112 დღის განმავლობაში მზიას დაკავებაზე, ამ უკანონობაზე, თუმცა მაინტერესებს როგორ იმოქმედა თვითონ რედაქციაზე მისმა დაპატიმრება. 12 მაისს გახდება, სხვათა შორის მზიას დაბადების დღეა 12 მაისს, 12 მაისს გახდება 4 თვე მზიას პატიმრობიდან. ჩვენთვის იყო ეს ყველაზე რთული პერიოდი, ჩემთვის პირადად იყო ყველაზე რთული პერიოდი, იცით, რა ვიცი, ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ იქ ასლან აბაშიძის პერიოდი, იქ სააკაშვილის მმართველობის პირობები და ასე შემდეგ. ასეთი სასტიკი, ასეთი მკვლელი, ჟურნალისტიკის მკვლელი რეჟიმი არასოდეს არ ყოლია საქართველოს. ჩემი გადასახედიდან ამას ვამბობ. ეს რეჟიმი მონდომებული არის, არა ვთქვათ, გააჩუმოს ისაქნას, რასაც წინა ჯერებზეც მრავალჯერ ვნახეთ ჩვენ, ხო, მრავალი გამოცდილება გაქვს. ჩვენ მქონია 1000 ფიზიკური თავდასხმა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ყველაფერი გამოგვივლია. ლამის საუკუნეს მივაღწიე ჟურნალისტიკაში და აი ესეთი მკვლელი ჟურნალისტიკის მკვლელი რეჟიმი რეჟიმის პირობებში ჩვენ არ გვიმუშავია. ჩვენთვის იყო ეს ძალიან დიდი დარტყმა, მაგრამ ჩვენ დავდექით ფეხზე და ვაგრძელებთ ჟურნალისტიკის კეთებას. ვაგრძელებთ ისეთი ჟურნალისტიკის კეთებას, რომელიც ცოტა წარმოუდგენელიც კი ჩვენგან. მიუკერძოებლება, ვცდილობთ, რომ ისევ ვიყოთ მიუკერძოებლები, რამდენად გამოგდეს ეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ ნიშას, ეს ნიშა იყო ჩვენი ძლიერი მხარე ეს იყო, რომ ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები, რომლებიც არ ვიყავით მიკერძოებული არავის მიმართ. ჩვენ ამის გამო დაგვსაჯეს, გაგვთელეს, დაგვამცირეს, ჩვენი დამფუძნებელი დაატყვევეს და ჩვენ ახლაც ამ ნიშით ვცდილობთ, რომ ვიფუნქციონიროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. არ დავიღლები იმის თქვით, რომ ჩვენ მართლები ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. თავისუფლება მზია მაღლობელს, მედია თავისუფლებისთვის ასე ქვია ჩვენს დღევანდელ ეთერს, რომელსაც მაყურებელი თვალყურს ადევნებს, როგორც ტელეკომპანია პირველის, ასევე ფორმულასა და კავკასიის ეთერში, ეს ეთერი გადაიცემა ასევე ონლაინ მედია პლატფორმებზეც. ჩვენ ვსაუბრობთ ქართული მედიის წინაშე არსებულ პრობლემებზე, თუმცა არა მარტო ჩვენ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც უკვე ხმამაღლა საუბრობენ. გუშინ 2 მაისს საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტერებმა საზღვრების გარეშე გამოაქვეყნეს 2025 წლის ანგარიში, სადაც 180 ქვეყანას შორის საქართველო არის 114 ადგილზე. მაყურებელმა რო იცოდეს 2 წლის წინ ჩვენ ვიყავით 77 ადგილზე. მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატურების კოალიციის თავმჯდომარე არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. ბატონო მამუკა, რას ნიშნავს ეს თქვენთვის და ასევე მზია ამაღლობელის მიმართ ჩვენ ვიხილეთ არაერთი სოლიდარობის აქტი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორ შეაფასებთ ამ სოლიდარობას, რომელიც უცხოეთიდან ისმის ჩვენს მიმართ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან მიხარია, რომ ესეთი სოლიდარობა დამოუკიდებელი მედიის, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ამ დღესთან დაკავშირებით.
იმიტომ რომ დღეს თითოეული ადამიანი მე ჩემ თავსაც ვალდებულად ვთვლი, მადლობა მოგიხადოთ იმ საქმისათვის, რომელსაც ისტორიის ამ რთულ პერიოდში, მაგრამ პერსპექტივის პერიოდშიც თქვენი საკუთარი სიცოცხლესა და ჯანმრთელობის ფასად პირდაპირ მნიშვნელობით ახორციელებთ თქვენს მოვალეობას, ანუ აცნობებთ საზოგადოებას რა ხდება ქვეყანაში, ამხელთ დანაშაულში ხალხს, ამხელთ სისტემას მღალატში და პარალელურად საუბრობთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელსაც რეალურად აქვს საზოგადოებას. თუ რა მდგომარეობაში არის მედია და როგორ რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა, ამას არა მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები და მედია ანგარიშებიც ხატყობს, არამედ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების. ჩვენ ვართ წითელ ზონაში, პრაქტიკულად ისეთი მდგომარეობა არასოდეს არ ქონია ქართულ მედია გარემოს. ის, რასაც ყოველდღურად ჩვენ ხედავთ, ფიზიკური ძალადობა, თავდასხმები, უკანონო ხელის შეშლა, დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ეს კანონების მიღება, როგორც აქციის წინააღმდეგობის აქციის მონაწილეების მიმართ, ასევე მედიის მიმართ, რა თქმა უნდა, აისახება მედია გარემოს შეფასებებში და აჩვენებს მთელ საზოგადოებას, რომ ქვეყანაში არის მაგალითად მდგომარეობა, რომ შეიძლება მზიბამბეზე მე ამ ქვეყანას კი არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად არასოდეს არ ქონდათ გამორჩეული მედია გარემო ჩადი, უკეთესი მდგომარეობა გამოდის ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ეს მიანიშნებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე ჟურნალისტებთან ერთად არის ქართული საზოგადოება. ეს ანგარიშები, როდესაც ადარებენ სოფლიოს მიხედვით, რა მდგომარეობაში ხარ. ჩვენ ხო არა ვართ მარტო კუნძული, რომ მარტო ესეთი რეალობა არის. გეუბნება, რომ რუსული რეჟიმი საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას გაიგოს რა ხდება თავის ქვეყანაში, თავის პრობლემებზე ისაუბროს. ეს არა მარტო პოლიტიკურ თემებზე, არამედ ინდივიდუალურად, თქვათ, რეგიონებში იქნება თუ ასე შემდეგ. და ქალბატონ მზიასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ ღიად, კაფიოდ, ცალსახად გამოუცხადა სოლიდარობა, იმიტომ რომ ამ რეჟიმის, ამ სასამართლოს, უსამართლო სასამართლოს, ამ კანონმდებლობის, რომელიც აღარანაირად აღარ შეესაბამება რაიმე საერთაშორისო სტანდარტს, ღიად და მკაფიო არის, თუ ქალბატონზე არის უდანაშაულო, არათუ ეს არ უნდა ყოფილიყო, თქვა, სასამართლო პროცესი ამ მიმართულებით, საერთოდ წინასწარ-პატიმრობაში არ უნდა ყოფილიყო. ის, რასაც ქალბატონი ეთერი საუბრობდა, შეხედეთ, თქვა, მოსამართლე როგორ იქცევა, რაზე საუბრობს, რა მტკიცებულებები არის, პრაქტიკულად პირდაპირ მნიშვნელოვნად რაღაც უმსხვილესი თეთრი წაფით არის შეკერილი საქმე, თუმცა ქალბატონი მზიას მხნეობა, ისე როგორც მთელი მისი გუნდის მეგობრების თუ კოლეგების, ჩემთვის არის ზუსტად ის იმედის დიდი ნაპერწკალი, რომ მიუხედავად ამ რთული გამოწვევებისა და ამას ყველა ვაღიარებთ, ეს არ არის საიდუმლო, ყავს 50-მდე სინდისის პატიმარი, 300-ზე მეტი ადამიანი საუბრობს, რომ მასზე იძალადეს და ეს უკვე არის საერთაშორისო შეფასებით წამების ტოლფასი, ეს კანონების ღებულობენ, არის რთული სიტუაცია, მაგრამ ზუსტად ამ ხალხის წინააღმდეგობა, ქალბატონი მზიას იქნება სინდისის პატიმრების და ყველას, ვინც მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მედიის მაძლევს დიდი იმედს, რომ ამ სირთულეს გადავლახავთ და ზუსტად ეს შეფასები, რომელსაც საუბრობს, გვაძლევს ჩვენ დამამედებელ შეფასებას, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით. ანუ ჩვენ ვიქცევით სწორად, ჩვენ ვდგავართ ისტორიის სულ მხარეს, ხოლო რუსი ივანიშვილის რეჟიმი ეს არის როგორც უკანონობა და არაკონსტიტუციურობა, ქვეყნის პირდაპირი ღალატი. ამიტომ სოლიდარობა ყველა თითოეულ თქვენგანს და ნამდვილად პატივია თქვენთან ერთად ამ პროცესში, ამ მოვლენებში ვიყო ჩართული და მე უკვე დრო რო გავა ყოველას მოუყვებით, თქვათ, იყო მომენტები რთული, რეალურად, მაგრამ ამათი მხნეობა გადამდები იყო და ეს ყველაფერი კარგად იმაზე ადრე დამთავრდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენთ. აი, როცა მზია ამაღლობელზე ვსაუბრობთ, ბათუმელების ნეტგაზეთის აუდიტორია თვეში დაახლოებით 1.5 მილიონია, თუმცა აქედან ალბათ ძალიან ცოტა მიცოდა მზია ამაღლობელის შესახებ, როგორც მისი თანამშრომლები, ასევე მედიაში, მედიის თანამშრომლები საუბრობენ, მას არ უყვარდა საჯაროობა, თუმცა დღეს მისი დაპატიმრების შემდეგ ახლა ყველა საუბრობს მის შესახებ, ყველა სოლიდარულია და ყველაზე მეტი აქვს სათქმელი ბათუმელებს, ამიტომ მინდა მაყურებელს წარმოდგინოთ ახლა ფილმი, რომელიც სპეციალური ეთერისთვის მომზადდა.
თავარი ადამიანი, ვისაც დღეს ყველა სლავაღლა უნდა სოლიდარობა გამოუცხადოთ, ეს არის მზია ამაღლობელი სოლიდარობა და თავისუფლება. სწორედ ამ დროს მოხდა ონლაინ გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის სისხლის სამართლის წესის დაკავებაც. პოლიციის შენობებს გამოსვას ამაღლებელს ჭიშკარს სამასონის პრომეთის პრიმამულის დაიბარაც პოლიციელზე თავის მასწავლებელს ამაღლებელს. წლების განმავლობაში ჩვენი რედაქცია აშუქებდა ძალიან მნიშვნელოვანობას ქვეყნის მასშტაბით. და სამწუხაროდ უკვე სამთეზე მეტია მზია გახდა ქვეყნის მნიშვნელოვანი ამბავი. მოხდა დღეს ის, რაც მოხდა, მისი სახელის გარშემო გაერთიანდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ქართული მედიის ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს არის ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც დღეს გადასარჩენია. და მას უნდა თუ არ უნდა ეს მზია სახელთან მივიდა. დღეს რაც ხდება, ეს არის იგივე გმირობა, ოღონდ დიდი მასშტაბით. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ქალბატონი მზია და არაერთგზის გავიმეორებ ამას. დღეს ვინც არის დე-ფაქტო ხელისუფლებაში, თუნდაც იგივე ბათუმის რეგიონში. ქალბატონი მზია იცავდა მათ უფლებებს, როდესაც დევნიდნენ. 12 იანვრის დილას სხვა ბევრ საზრუნავთან ერთად ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო მეპოვა მზია ამაღლობელის კარგი ფოტო. და ერთ-ერთი პირველი და ამის ერთადერთი კარგი ხალის რაც ვიპოვეთ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში გადაღებული მზიას არცთვის კარგი ფოტო და სადაც წერა რუსული კანონი კლავს მაისურზე რას გულისხმობ მზია არ იყო და არ არის არა პრინციპში ახლა უკვე არის მზია არ იყო საჯაროობის მოყვარული. ჩვენ ახლა ვართ იმ რეალობის მომსწრე, როცა აქტიური ფორმებით დოჩნების რეჟიმი ცდილობს რომ დაამყაროს რუსული რეჟიმი ქვეყანაში. რუსული დიქტატურა და პირველ რიგში მას უნდა რომ ჩაახშოს კრიტიკული აზრი და კრიტიკული მედია. მზია ამაღლობელი არის ამის ამ ბრძოლის სიმბოლო, რომ ის არ ნებდება და ყველა ძალით ის ცდილობს რომ არ დანებდეს ამ რეჟიმს. მზია ამას ჩვენც ხშირად გვეუბნებოდა, ჩემთვისაც უშუალოდ უთქვავს უშუალოდ როცა რაღაც გადაღებები ან რაღაც მქონდა, რომ არაფერს არ უნდა შეუშინდე, შენი საქმე ბოლომდე უნდა აკეთო, შენი პოზიციები გაქვს, შენ უნდა გააკეთო მაქსიმალური მოისმინო სიმართლე და ეს სიმართლე მიიტანოს ხებამდეც და არ უნდა გაგტეხოს არაფერმა და მზია აი ახლა არის ამის არ ვიცი წარმოუდგენლად ნათელი მაგალითი. მზია ამაღლობელის წერილი. იბრძოლეთ. სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები. გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან. თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ყველა რეჟიმის პატრონს. თავისუფლება ნიკოლოზ კაციას, თავისუფლება გიორგი ახობაძეს, თავისუფლება გურამ მირცხულავას, თავისუფლება ვანეი თეთრაშვილს, თავისუფლება ინსა ბალიევს, თავისუფლება თემურ ქათამაძეს, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს, თავისუფლება გიორგი
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს მედია თავისუფლებისთვის ასე ქვია დღევანდელ გადაცემას, რომელსაც მაყურებელი თვალყურს ადევნებს როგორც ტელეკომპანია ATV პირველის, ასევე ფორმულას, კავკასიისა და ონლაინ მედია პლატფორმების მეშვეობით. საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობაზე მინდა ბატონო მამუკა ისევ თქვენ დაგიბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი გამარჯვებისთვის ქართული მედია თავისუფლების გადარჩენისთვის საერთაშორისო სოლიდარობა, რომელსაც ჩვენ არაერთხელ ვისმენდით და დღესაც მოვისმენთ და მომავალშიც სამწუხაროდ მე მგონი დაგჭირდება ამის მოსმენა. ცალსახად იმ ხალხის შეფასება და იმ ორგანიზაციის შეფასება, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით, პლუს ამას გადასარევად იციან, რას ნიშნავს მედია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდებიან, წარმოიდგინეთ, ამდენი სახელმწიფო, ამდენი პრობლემები მედიის სფეროში და ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა, ხაზგასმა, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი საქმე, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ქალბატონი მზია არის სინდისის პატიმარი. ანუ დაწყებული პირველი დღიდან ეს პოზიცია ასე იყო და რა თქმა უნდა გრძელდება და გაგრძელდება სანამ ქალბატონი მზია არ იქნება. ეს შეფასება კიდევ უფრო გვაძლიერებს ჩვენ, რომ ჩვენი შეფასებით და რასაც ხედავთ, რომ ჩვენც ვართ მართლები და რეალურად ქალბატონი მზია ცალსახად არის სინდისის პატიმარი, ამიტომ არა მხოლოდ მზიასთვის პირველში ჩვენთვის, მისი მუდისას მნიშვნელოვანი, რომ ესეთი ლიდერი, გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი, პატრიოტი თავის ქვეყნისა იყოს თავისუფალი. და საერთაშორისო პარტნიორების სოლიდარობაც მნიშვნელოვანია და ქვეყნის შიგნითაც ვხედავთ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებს ლიკა ზაკაშვილი პირველივე დღიდან მგონი აქტიურად არის მხარდამჭერ აქციაში ჩართული და არა მხოლოდ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. ლიკა რა მნიშვნელობა აქვს მედიისთვის ბრძოლას, რადგან მედიის პრობლემა ხომ არ ეხება მხოლოდ მედიას. რა ტიპის მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიისთვის ბრძოლას, რომ ამოხსნათ მაყურებელს? მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ის რომ სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა არის სრულიად შეუსაბამო და უსამართლო, ამას თვითონ ქართული ოცნებაც ადასტურებს უკვე თავისი მოქმედებებით. როცა ცდილობს, რომ მზიას გარშემო შექმნას ახალი კონსპირაციის თეორია, რომ თითქოს ეს იყო დავალება. ოცნება რას აკეთებს ახლა, რომ ხალხს ეუბნება, რომ ის რაც თქვენ ნახეთ, ის ვიდეო, ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება. მას ვიღაცამ დაავალა. იმიტომ რომ ხვდებიან და საზოგადოებაც ძალიან კარგად ხვდება, რომ თავდასხმა ესეთი ინტენსიური დანაშაულია, რომ მხოლოდ ერთი სილის გარტყმა ან შემოქნევა, ხომ ეს სილის გაწმასაც არ ვეძახი ამას, მან ხელი შემოუქნია, არც კი მოხვედრია მას სავარაუდოდ ლოყაზე, მე ესე ჩანს კადრებში. ვერ უნდა არ არის ეს თავდასხმა პოლიციელზე, თავად პოლიციელებიც ბოლოს როცა იყო ჩვენება მისცა ბესელია, მის ამბობდა, რომ გარეთ ადამიანების სვამდნენ კითხვა სხვა დაკავებულებზე, ანუ ეს კი არ იყო, რომ ვიღაც პოლიციელებს თავს ესხმოდა მათი მოვალეობის გამო. არამედ იყვნენ აღელვებული ადამიანები და მზია იყო მათ შორის ერთ-ერთი აღელვებული იმ უსამართლობის გამო, რომლის მსხვერპლიც თავად გახდა იქამდე, რომელიც ნახა და მორიგი უკანონო დაკავებების გამო სვამდნენ კითხვებს და მათ შორის ერთ-ერთი მზია იყო და ამას მოყვა ის აღელვება რაც მოყვა და ეს იყო გამწარებული მოქალაქის მოქნეული ხელი და თავადვე ადასტურებენ ამას და ხვდებიან რომ ძალიან ბევრ ადამიანს ესმის რომ ერთი შემოქნეული ხელის გამო და ხელი ვერ ჩაითვლება თავდასხმად ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობაც სხვაგან განმარტავს ამას სასამართლო პრაქტიკაც და ეხლა ცდილობენ რომ მოიგონონ რომ თითქოს აქ ეს არ არის მხოლოდ კიდე რაღაც ხდება და ხალხს აჯერებენ რომ ეს ერთადერთი არ არის კიდე რაღაც არის რაც თქვენ არ იცით ხო ეს ჩვეულებრივი სტრატეგიაა ხოლმე რომ ადამიანები დაარწმუნონ ყველა სხვა საქმეზეც რომ რაც ნახეთ ეს არა კიდე რაღაც იცის ბრალდებამ და ამ დროს ბრალდებამ სხვა არაფერი არ იცის ბრალდებას სხვა არაფერი არ აქვს უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან გამოცდილი სქემაა და მზიასთან მიმართებითაც ზუსტად იგივეს აკეთებენ ახლა და დარწმუნებული ვარ რომ ადამიანები ხვდებიან ამ სიყალბეს, ამ სიცრუეს და მზიას სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება და მზია გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში და ნამდვილად ის იქცა თავისუფალი მედიის სიმბოლოდ საქართველოში, რომელსაც არ ვიცი, ბევრი მიმართულებით გვიტევენ. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივები, ფიზიკური, ემოციური უსაფრთხოების საკითხი ძალიან მძიმედ დგას. თქვენ თავადვე გზნობთ თქვენ
ოფისებში, თქვენს ნიუსრუმებში, ხო, რომ ესეთი ბუნდოვანი, ესეთი რეალობაში არასოდეს გვიცხოვრია, როცა მართლა არ იცი ორ კვირაში რა იქნება. შეძლებ თუ არა შენი პროფესიული მოვალეობის გაგრძელებას, მაგრამ რასაც ძალიან ცხადად ვხედავთ მზიას მაგალითზე არის ის, რომ ნებისმიერი თუ გააგრძელებ კრიტიკას, თუ გააგრძელებ ხელისუფლების მხილებას და მათგან დამოუკიდებელი თავისუფალი სიტყვის მიწოდებას ხალხისთვის, ნებისმიერი რამის გამო შენ შეიძლება გახდეს სამიზნე. ისეთ რამეს მოიგონებენ, რაც რა თქმა უნდა რეალობა არ იქნება, მაგრამ ამის გამო დაგიჭერენ, დაგატყვევებენ და გახდები მორიგი სინდისის პატიმარი ამ მართველი ძალის პირობებში და ბრძოლას და ერთიანობას მეც ეს მომხნევებს მხოლოდ რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემს კოლეგებს ვხედავ, რომლებიც კი შფოთავენ და შიშიც ძალიან მაღალია, იმიტომ რომ როგორ არ უნდა გეშინოთ ეს სილის შემორტყმის გამო ადამიანს 4-დან 7 წლამდე უშვებენ. ვინ ვართ დაზღვეული რომ ხვალ ნებისმიერი ესეთი აბსურდული რაღაცის გამო იგივე ჩემს მიმართ, მარიამის მიმართ არ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. არავინ არ ვართ დაზღვეული, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა შიში არის, მაგრამ ამის ფონზე ვხედავ ბევრ ჩემს კოლეგას, რომელიც არის მხნედ, აპირებს თავისი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას და ყველაფრის გაკეთებას ამ ერთიანი ძალისხმევით, რომ არ მოხდეს ისე, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი მედიის გარეშე. არ მოხდეს ისე, რომ უბრალოდ აღარ იყოს ხელისუფლებისგან თავისუფალი საინფორმაციო წყაროები, იმიტომ რომ ეს არის კატასტროფა, ეს დაღუპვის პირას მიიყვანს ჩვენ საზოგადოებას და მთლიანად თავისი გაგვთიშავს ცივილური სამყაროსგან. ვართ რეალობაში, როდესაც ვხედავთ სისტემის ესეთ უსამართლო და ხის დამოკიდებულებას მედიის მიმართ და ასევე ვართ რეალობაში, როდესაც მედია ზიამაღლობელის დაპატიმრებამდეც არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი და საერთოდ არც ერთ საქმეზე არა თუ დაკავებული არ არის არავინ, ელემენტარულად უფლებამოსილებაც არ აქვს შეჩერებული. ამ ახლაც მედიის წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში. ისინი კვლავ ველზე არიან იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა და ნამდვილი ამბავი მოიტანონ თქვენამდე, მაყურებლამდე. ჩვენთან სტუდიაში იმყოფება მარიამ ნიკურაძე, ოსმედიას ფუძნებელი და ჟურნალისტი, რომლის კადრებმაც მთელი სოფლიო მოიარა და იგი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ უკვე გამოიწრთო ესეთი თავდასხმების მოგერიებაში. მარიამ, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როგორ აისახა ეს გამოცდილება თქვენზე, თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე? რა შეიცვალა თქვენს მიდგომებში? რა შეიცვალა თქვენს აღქმებში, რა რეალობაშიც ვართ ახლა ჩვენ? გამარჯობა. თავისუფლება მზიამაღლობელს ამით დავიწყებ. მე მგონია რომ დღეს ამაზე დიდი პრობლემა არ გვაქვს მედიაში, მზიას ციხეში ყოფნა არის ჩემთვისაც მთავარი პრობლემა. ჩემ გამოცდილებებს რაც შეეხება, 2009 წლიდან ვარ ჟურნალისტი, 2009 წლიდან ქუჩაში მიმდინარე ყველა დიდი მოვლენა გამიშუქებია, დღესაც ვაშუქებ. 28 ნოემბრის მერე ყოველდღე ქუჩაში ვარ, თუ თბილისში ვარ. მაქვს 20,000 ლარი ჯარიმა, 2 კამერა დამიმტვრიეს, მაქვს ის გვერდითი რაღაცა გართულებები მოწამვლისგან, წყლის ჭავლისგან. ბევრი რამეა, თუმცა რანაირი შეგრძნებაც მაქვს, კი შფოთი მეც მაქვს, თუმცა არასდროს არ მყარებია ჩემი პროფესია ისე, როგორც დღეს მიყვარს და არასდროს არ მდომებია, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩამედო ჩემ საქმეში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის იმის ნიშანია, რომ მთავრობას, უბრალოდ ქართული ოცნება საფრთხეს ხედავს მედიაში და სამოქალაქო საზოგადოებაში იმ ადამიანებში, ვისაც უყვართ თავისუფლება, თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი სიტყვა მათთვის არის საფრთხე. სწორედ ამიტომ არის ეს კანონები, ეს თავდასხმები, უამრავი მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, თუმცა ანუ მზიად ჩემთვის ინსპირაციაა. რაღაცნაირად მზია იმაშიც მეხმარება, რომ ცოტა კომფორტულად ვარ იმ აზრთან უკვე, რომ შეიძლება მართლა მეც ერთ დღეს ციხეში მოვხვდე, მან თუ შეძლო მეც შევძლებ და ეს მათავისუფლებს ზუსტად ამ რაღაც შიშისგან და უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ უბრალოდ ვაკეთო ის, რაც ჩემი საქმეა, ისეთივე პროფესიონალიზმით, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი და ზუსტად ამას ხედავ იმ ადამიანებში, ვინც ჩემთან ერთად ყოველდღე იქ არის რუსთაველზე, თუ ნიუსრუმში, თუ სხვადასხვა მედია გამოცემაში, ანუ ამ ერთობა მართლა რაღაცნაირად მეც მაძლიერებს და აძლიერებს ამ ჟურნალისტებს. ამას ნამდვილად ხედავ. აი თქვი რომ პროფესია ახლა უფრო მიყვარსო და მეც ამ პერიოდში ასე ვფიქრობ, რომ რაღაც საუკეთესო დროა, შეიძლება უცნაური ნათქვამია, მაგრამ საუკეთესო ეპოქა ჩვენი პროფესიისთვის.
საქართველოში დღეს მისი გამოცდისთვის. სოლიდარობას აქვს რა თქმა უნდა დიდი ძალა, ამაზე ჩვენმა სტუმრებმაც ისაუბრეს. თუ თქვენს გაქვთ სურვილი მედიას გვერდით დაუდგეთ მზიას უფლებებისთვის ბრძოლაში, თქვენი ტელეფონით დაასკანერეთ ის QR კოდი, რასაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ და მოაწერეთ ხელი პეტიციას მზიას გათავისუფლების შესახებ. იცოდეთ მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლა, თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაა და თუ არ იარსებებს მედია, ვეღარავინ იბრძოლებს თქვენი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის. თავისუფლება მზია ამაღლობელს. ახლა თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ სტატისტიკას და ფაქტებს. ფაქტებით გიჩვენოთ, როგორ მუშაობს სამართალდამცავი სისტემა, როცა მედიას ეხება, შეგვიძლია ეს გამოსახულება ვნახოთ, გავეცნოთ სტატისტიკას. 2023-2025 წლებში ჟურნალისტები ქართული ოცნების სამიზნედ იქცნენ. ჟურნალისტების უფლების დარღვევის 342 შემთხვევიდან ყველაზე მეტს 169 ფაქტს ადგილი ჰქონდა პროევროპული აქციების გაშუქებისას. აგრიცხულია მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა. 91-მა მიიღო მუქარის შემცველი ზარი. პროტესტის გაშუქების პროცესში გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმდა 34 რეპორტიორი. უკანონოდ სხვადასხვა საბაბით დააკავეს 13 ჟურნალისტი. მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაში რჩება. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე არც ერთი პირი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. ფაქტები გვიჩვენებს მაშინ, როდესაც პოლიციელზე ცილის გაწვდის გამო მედია მენეჯერს პატიმრობას უსჯიან, ათეულობით ჟურნალისტთა ძალადობის გამო ნარათულ პასუხისგებაში არ არის მიცემული, გამოვლენილიც კი არავინაა. ლიკას მინდა ვკითხო, თქვენ როგორც მედია ორგანიზაციის მენეჯერი, რომლის არაერთი ჟურნალისტი გახდა თავდასხმის ობიექტი. თქვენთვის რაზე მეტყველებს, რაზე მიანიშნებს აი ესეთი დამოკიდებულება, რომ ერთის მხრივ მზია ამაღლობელს ცილის გაწნის გამო, რომელიც სამართლებრივად არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც თავდასხმა, 112 დღეა უკანონო პატიმრობაში ამყოფებდნენ და მეორე, აგერ რამ რო გავაიქნება მეორე ბლოკის წამყვანი და არაერთი ჟურნალისტი ვიხილეთ, როგორ გახდა ვიღაცა შავფორმებში ჩაცმული ადამიანების კაცუნების თავდასხმის ობიექტი და საერთოდ სიჩუმე არის. ერთადერთი პასუხი არის გამოძიება მიმდინარეობს და მას ვისაც პასუხისგებლობა აქვს აღებული ახლა და ესე გვაჩვენებენ რომ ქვეყანას მართავენ, ისინიც მოგვიწოდებენ რომ ამ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. თუმცა არ ჩანს არანაირი ნიშან-წყალი, როდის შეიძლება რაიმე პასუხი მივიღოთ. რაზე მეტყველეს ეს ყველაფერი თქვენთვის? ჟურნალისტები საქართველოში არიან სამიზნე ხელისუფლების შესაბამისად ბევრჯერ გავხდით თავდასხმის მსხვერპლი და რომ მოხდეს ამის გამოძიება შემდგომ ეს სისტემა მთლიანად დაეშლებათ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაში პოლიციელები ვეღარ იქნებიან ისეთი თამამი ჩვენი დარბევის, ჩვენზე ძალადობის შემთხვევების დროს, იმიტომ რომ მათ პირდაპირ დავალება აქვთ ეს გაცემული და განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბრის პირველ კვირაში ჩანდა, რომ ჟურნალისტები იყვნენ სამიზნე. პირდაპირ ჰქონდათ დავალებული ჟურნალისტებზე ძალადობა. მე თქვენ შეგახსენებთ, რომ პუბლიკის ერთ-ერთი ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშალაშვილი, რომელიც მუშაობდა 28 ნოემბრის ღამეს, ის გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი. ალექსანდრეს ეცვა პრესის ჟილეტი, ეკეთა ყველანაირი აღნიშნული, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ჟურნალისტია, ჰქონდა ორი კამერა თან, ის სასტიკად ცემეს, არსებობს კამერები, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს, როგორ მუშაობდა, ის იღებდა, როცა შეათრიეს ამ რაღაც წრეში და ურტყავდნენ გამეტებით, მიიღო არაერთი ძალიან მძიმე დაზიანება და ამის შემდეგ არათუ ვინმეა დასჯილი ალექსანდრე მისცეს პასუხისგებაში. სამართალდამრღვევად ცნეს იმის გამო, რომ თითქოს ის აგინებდა ადამიანი, რომელსაც ეკეთა უდიდესი დამცავი საშუალება, რომელიც იცავდა მას გაზისგან, პოლიციელის ხდომაზე, როცა გამოიძახეს მოწმედ, ამტკიცებდა, რომ 2 მეტრში თუ 3 მეტრში იდგა და ესმოდა ალექსანდრე როგორ იგინებოდა. ალექსანდრემ იმის საჩვენებლად, რომ მოსამართლეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს ქადაგიძე არა შემეშალა მოკლედ ვერ ვიხსენებ გვარს, რომელიც ეჩვენებინა რომ მოირგო ეს თავზე რაც ეკეთა იმ დღეს აქციაზე და დაიწყო საუბარი. იმ პატარა დარბაშიც კი არის მოდა ლექსოს ხმა და უნდოდა რომ ეჩვენებინა როგორ შეეძლო ამ მოწმე პოლიციელს გაეგო თუ კი მე ვიგინებოდი რომ შემეგი როც ყოფილიყო ასეთი რამ ვერც კი გაიგებდა. მაგრამ ამის მიუხედავად ის სამართალდამრღვევად ცნო და მიიღო როგორც ფაქტი რომ თითქოს ლექსომ ჩაიდინა რაღაცა შეურაცხყოფელი ქმედება პოლიციელების
მისამართით და ამიტომ ის შეათრიეს და სცემეს. მინდია გაბაძის შემთხვევა მთლიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ზუსტად ორნაბიჯში იდგა პოლიციის მანქანა, არც კი გადმოვიდნენ კი არა, გადმოსული უკან შევიდა და ვიდეო მასალაც კი არსებობს ადგილზე მოქალაქეების თხოვენ რომ გადმოდით რაშვებით გაეკიდეთ, აი თავდასხმელი გადმის. აი ესეთ რეალობაში ვცხოვრობ და ამ კითხვაზე პასუხი ის არის რომ რა თქმა უნდა მათ მიერვე არის ახალისებული, მათი დავალებაა ეს და მათ დავალების მიხედვით მოქმედებენ და არ დასჯიან რომ დასაჯონ, მაშინ მთელი სისტემა ჩამოინგრევათ და ეს ჟურნალისტებზე ძალადობა ასეთი შეიძლება ვეღარ იყოს, თუ კი დაინახავენ რომ აი მე დავისაჯე ამის გამო ვიღაც ჩემი კოლეგა დაისაჯა, შეიძლება შემდგომ ასე რაღაც თავგამოდებით და ენთუზიაზმით აღარ შეასრულონ ასეთი დავალებები და ალბათ ეს არის პასუხი. მადლობა თქვენი მისთვის რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები, შეგახსენებთ რომ უყურებთ მედია თავისუფლებისთვის საერთო ეთერს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა TV1-ის ფორმულას და კავკასიის ეთერში, ასევე ონლაინ მედიის სოციალური ქსელებითაც. რეკლამის შემდეგ ჩვენი კოლეგები უკვე ხელისუფლების ბრძოლის მეთოდებზე, რეგიონული მედიის წინაშე არსებულ სირთულეებსა და თქვენი მაყურებლისა და მკითხველის თანადგომაზე ვილაპარაკებთ. ჩვენ კი ამით გებშვიდობებით. თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. დროებით.